ჩემო მარიამ, შენი დედობა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გამოჩნდა და საკუთარი შესაძლებლობების გაგება აღმოჩნდა. და გინდათ რომ თქვენი შვილისთვის გეთქვათ? კი. რო ვარ ძლიერი დედა. შეტევა მოულოდნელად მოდის, სხეული იხრება, სუნთქვა ხშირდება, თვალები სივრცეში იყურება, მაგრამ დედა მისი ყოველთვის იქ არის, ფატმანი არ ტირის, ის უბრალოდ მაგრად უჭერს ქალიშვილის პაწაწინა ხელს, რადგან მისი სიყვარული ტკივილზე ძლიერია, შიშზე ძლიერი, ბედზე ძლიერი. 7 წლისანა მარია ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის, ვერ ეხუტება დედას, მაგრამ მისი თვალები თითქოს რაღაც მნიშვნელოვანს ამბობს. ფატმანი მარტო იბრძვის და ის მხოლოდ დახმარებას ითხოვს ამ ბრძოლის გასაგრძელებლად. სასურსათო პროდუქტებს, საფენებს, მაცივარს, სარეცხ მანქანას, მარტივ ნივთებს, რომლებიც სიცოცხლეს ქმნის, სიცოცხლეს. თუ თქვენს გულში სითბოა და ეს პატარა გოგონაც გაათბოს, მიეცით მას სუნთქვის საშუალება. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.